ახლა კი ძალიან საინტერესო რეცეპტის შესახებ მოგიყვებათ ჩვენი კოლეგა სალომე გელაშვილი საშობაო ღვეზელზე, რომელსაც გურიაშიც აცხობენ, მას მთვარის ფორმა აქვს, თუმცა გარდა გურიისა, საშობაო ღვეზელები ევროპაშიც საკმაოდ პოპულარულია და ის მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს. თუ როგორია ევროპული საშობაო ღვეზელი და როგორ შეგვიძლია გამოვაცხოთ ის 7 იანვარს, ჩვენი კოლეგა სალომე გელაშვილი მოგიყვებათ. საშობაო ღვეზელის უამრავი სახეობა არსებობს. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ რეცეპტს, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია. ეს არის არაქართული რეცეპტი, ძალიან სწრაფად მზადდება და შეგიძლიათ სტუმრებს ნებისმიერ დროს მიართვეთ. რა დაგჭირდება ამ ღვეზელის მოსამზადებლად და სადაური რეცეპტია ისიც რომ გითხრათ. ეს არის ფრანგული. პირველ რიგში დაგჭირდება ჩვენ ცომი. დაგჭირდება ალბათ ისპანახი, ქამას სოკო და ყველი გაუდა. ძირითადი რაც შედის ამ რეცეპტში. მიყვება ისედაც სუნელები, მარილი, შავი პილპილი, ნივის თხონილი და ორეგანო. ცომი ჩვეულებრივი ცომია თუ რამე განსაკუთრებული? განსაკუთრებული ცომი არის, ალბათ მაგას უნდა ზეითუნის ზეთი, საფუარი და რძე. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ მომზადება და როგორ დაგეხმაროთ? პირველში ავიღოთ ჩვენ ცომი. გავაკლავთ ცომი. ჩვენ დაგჭირდება ხაოცილება, მოვთუშოთ ისპანახი და ქამას სოკო. კი ბატონო, სოკო ჯერ ცოცხალია და ამიტომ მოვთუშოთ ხო, მანამდე ცომიც დაისვენებს. სანამ ისპანახი და სოკო სუნელებთან ერთად მოიშუშება, მოინიშნეთ საშობაო ღვეზელის ცომისთვის აუცილებელი ინგრედიენტები. 1500 გრამი ფქვილი, 0,2 მეასედი გრამი მარილი, 0,1 მეასედი გრამი შაქარი, 0,5 მეასედი გრამი საფუარი, 0,5 მეასედი გრამი ზეითუნის ზეთი, 0,5 მეასედი გრამი რძე და 0,7 მეათედი გრამი წყალი. ცომი რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ. 1 საათით დაასვენეთ. ღვეზელისთვის მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. ჩვენი საშობაო ღვეზელის შიგთავსი უკვე მზად არის. საშობაო ღვეზელის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის სპეციალური დანამატი, ასე ვთქვათ, რომელსაც ღვეზელში ათავსებენ და ვისაც ის ამოუვა, თუ დიდ ღვეზელს ვამზადებთ, ვისაც ის დანამატი შეხვდება, მისთვის თურმე ახალი წელი იქნება განსაკუთრებით კარგი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ღვეზელი იქნება მცირე ზომის, უკეთესია თუ ესეთ ღვეზელს მოამზადებთ პერსონალურად ნებისმიერი სტუმრისთვის. და ვისაც ამ შემთხვევაში ზეთის ხილი ამოუვა, მისთვის ახალი წელი იქნება განსაკუთრებით ბედნიერი და წარმატებული. გავაგრძელოთ. ეხლა რას ვაკეთებთ? ცომი მზად გვაქვს ჩვენ. ისიც მზად გვაქვს. ეხლა დავამატებთ ჩვენ ისპანახს. სოკოს. რამდენ გრადუსზე და როგორ უნდა მოვამზადოთ ღვეზელი? ღვეზელი უნდა მოვამზადოთ ოდნავ სახლის პირობებში, ოდნავ მეტი ზეთში, დაფაზე. მაგას უნდა ზუსტად 180-190 გრადუსი და სულ რაღაცა 10-15 წუთში ღვეზელი მზად არის. კი ბატონო, გამოვაცხოთ მაშინ ხო? მზად ვართ. კი ბატონო. წავიდეთ. საშობაო ღვეზელი უკვე მზად არის, როგორც ხედავთ, ის საკმაოდ სწრაფად მომზადდა. შიგთავსის შეცვლა შეიძლება ხო, რამდენადაც? შეიძლება ოჯახშიც მოინახება, შეიძლება ხორცი, შეიძლება ბრინჯი შეცვლა, შეიძლება კარტოფილის პიურეთი. ასე რომ მარტივად გესწრება და შეუძლია საში ყველა ექსპერიმენტები ჩაატარა. გადაგეთ საში. გილოცავთ შობას და ახალ წელს. გილოცავთ შობა ახალ წელს.